მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ახლა ბათუმში ვართ საპროტესტო აქციაზე, ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ტრადიციული შეკრების ადგილას, საჭირო მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც უკვე 111 აღამოა იკრიბებიან მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე. წვიმის მიუხედავად დღეს ბათუმში მთელი დღეა წვიმს, ახლაც წვიმაა, თუმცა ამის მიუხედავად მოქალაქეები ისევ გამოსული არიან საპროტესტო აქციაზე, ისევე როგორც ძლიერ თოვაში თუ კოგისპირულ წვიმაში მოქალაქეები დგანან საპროტესტო აქციაზე, მტკიცედ და ურყევად ითხოვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში, ასევე სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, რაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გახდა ასევე საპროტესტო აქციების, როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის მასშტაბით. და მოქალაქეების სათქმელი დღეს არის ძალიან მკაფიო, რომ ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ამ ქვეყნის გარუსებას, რუსეთის ხელში აღმოჩენას, მაშინ როცა რუსული დიქტატურის დამყარებას ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი, ძალიან აქტიური ფორმებით დღეს მზიამაღლობელი სასამართლო პროცესი იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტის, გამოცემა ბათუმელების დაფუძნებლის და დირექტორის, რომელიც რჩება უკანონო პატიმრობაში და იმის მიუხედავად, რომ ის უკანონო პატიმრობაშია გაყალბებული ოქმის საფუძველზე, გაყალბებული ოქმით მისი დაკავების საქმეში მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და მზიამაღლობელი მიიჩნია სამართალ დამრღვევად. ასევე დღეს არსებითი განხილვა დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, მზიამაღლობელის საქმეში და მზიამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელსაც სისხლის სამართლის კვალიფიკაცია საერთოდ არ აქვს. თორედ ის მიიღებს საბოლოო განაჩენს მზიამაღლობელის საქმეზე. მოდი გავისაუბროთ დღეს ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებს და გავიგოთ მათი დღევანდელი გზავნილების შესახებ. მოგესალმებით, ბატონო მამუკა, მინდა რომ გაგესაუბროთ ბოდიში გაწყოტინებთ საუბარს. დღეს იყო სასამართლო პროცესები, თუ ადევნებდით თვალს, იგივე მზიამაღლობელი სასამართლო პროცესი, მის საქმეს განიხილავს მოსამართლე, ვისაც არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, ასევე ის დაასანქცია ესტონეთმა იმის გამო, რომ ისევ მზიამაღლობელის საქმეში მან დაარღვია ჟურნალისტის უფლებები. დღეს ასევე იყო თემურ ქათამბაძის სასამართლო პროცესი, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე კაცის, რომლის ქვეყნიდან გაძევებას ცდილობს ახლა ივანიშვილის ხელისუფლება. რა საჩვენებს და თქვენთვის ეს სასამართლო განხილვები? სასამართლოს მე ნაკლებად ვუწოდებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს. ამ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ტყეები და რა თქმა უნდა ვითომ სასამართლო, რომელიც მაპატიეთ სლენგისთვის, ჟარგონისთვის ბესპრედელით მოქმედებს. ასე სჭირდება მამას, ანუ ბიზინა ივანიშვილს და ასე აკეთებს. ხო, რაც შეეხება ხა თემურ ქათამაძეს, ნაცვლად იმისა, რომ მისთვის მოქალაქეობა მიეცათ ამ გულანთებული პატრიოტი ადამიანისთვის, პირიქით, ამათვის ხო მნიშვნელოვანი არის რუსები შემოვიდნენ, ბელორუსები შემოვიდნენ, ვიღაცა საეჭვო წარმომავლობის ადამიანები შემოვიდნენ, აქ მოქალაქეობას მიიღონ, ბიზნესების აკეთონ, ხა ეს თავისთავად ჩვეულებრივი ლუბიანკაზე დაწერილი გეგმა არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას მიტაცების იქეთ კიდევ უფრო უარეს უპირებენ. ჩვეულებრივად საბჭოთა კავშირში შეთრევას ხო მოდერნიზებული დავარქვათ თუ ანუ გუე 3+3 რაზეც საუბრობენ თქვა გიავოლსკი. ნახეთ ამბავი როგორ არის 3+3-ის რომ არის საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანის, რუსეთი, თურქეთი, ირანი. კი ბატონო, სინამდვილეში მე არ ვიცი ხა სომხეთი, აზერბაიჯანი ცოტა პოლიტიკური სამხედრო კონტექსტია და ცოტა სხვა სასაუბრო თემაა, ეს ფორმატი არ გვეყოფა, მაგრამ საქართველოს ჯარი არ ყავს. რა ფორმატია საუბარი? უბრალოდ ვიღაცა გვჭირდება ეგრეთ წოდებული დნევალნით დავაყენოთ სადღაც კუთხეში. ეგ არის და ეგ და ნუ ახლა ეს მისია საქართველოს არ ქონია, არ აქვს და არც. რა ასეულდებით, აბა რას უპირებენ საქართველოს? როგორია მისი უახლესი პერსპექტივა? საქართველო აღარ რჩება. საქართველო რჩება გრუზია, ან ღრუზია. ინტერპრეტაციას გააჩნია. ეს უნდა და ამ ღრუზიაში თუ გრუზიაში ბიზინა ივანიშვილი და თავისი მაფიოზური ბანდა უნდა თარეშობდნენ, სასამართლოს თავიანთი იყო, პოლიციაც, ჯარიც, ეგრეთ წოდებული პირად სპეცნაზად რაც აქცია
აკაციენ და პრინციპში არანაირი ფუნქცია სხვა მათ არ გააჩნიათ უკვე ჩვენ და სამწუხაროდ და არაფერი ირბენენ სადღაც ქუჩებსაც გადაკეტავენ საბოლოოდ უკვე თუ მათ დაჭირდება თუ იქ ცხოვრობენ მყუდროება რო არ დაექცეთ და იცით ამ ტერიტორიაში რა ხდებოდა ასლანაბაშიძის პერიოდში და იგივე საპირებენ ესენი ეს უნდათ მაგრამ ნახეთ უპრეცედენტო ამბავი როგორ არის საქართველოსთვის თვით 2003-შიც კი როდესაც ხალხი აბობოქრდა და გააძევა ეს ხელისუფლება ხო შევარდნაძეს იმას იმ დროსაც კი არ ყოფილა უკვე 111 დღე არის ჩვენ აქ ვდგავართ ალბათ თუ კარგად ბევრი თუ ცოტა მაგრამ პროტესტი გრძელდება უწყვეტია ეს პროტესტი გარკვეულ ქალაქებში ყველგანისთვის პროტესტის ხმა მანამ სანამ არ ჩაინიშნება რიგარეშე ხელახალი არჩევნები, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არჩევნები ამათმა უნდა ჩაატარონ. ეგეც გამორიცხულია. დასრულდეს უნდა ეს ხელისუფლება. თუმცა 111 წლის განმავლობაში არ იხევს უკან ივანიშვილი არც ერთი ნაბიჯით, პირიქით ის ამკაცრებს ამ კანონებს, რეპრესიულ მიდგომებს, ადამიანებს თავს ციხეში და ყველა ფორმას მიმართავს, რომ ჩაახშოს პროტესტი. ეს გამოხატულება არის ახლა დღეს, სამწუხაროდ სატირალი, აღმაშფოთებელი, ამორალური სასამართლო რაც ჩატარდა მზიამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის მორალი აღარ შეჩად მიხდით ადამიანს ედავებიან მრავალწლიან პატიმრობას და ზედ დაასაჩუქრენ წყალებში 2000 ლარიანი ჯარიმი ეს ხო აბსურდია ეს ხო არანაირი კონტექსტი არანაირი როცა გამოიწვია მოსამართლემაც ნაწილობრივ დაადასტურა რომ გაყალბებულია ეს ოქმი რომელიც დააკავეს მაგრამ ნახეთ შედეგზე არ იქონია გავლენა იმიტომ რომ ის ანგარიშმოვალე და ვალდებულია პირადად ბიზნა ივანიშვილთან და ბიზნა ივანიშვილის თავისუფალი სიტყვა არ უყვარს ვერ უყვარს ვერ არ არის იმ სიტუაციაში გარემოში აღდგილი გაზრდილი ნაცხოვრები რომ მასეს უყვარდეს და შესაბამისად არის დიქტატორი მაგრამ დიქტატორების დასასრული კი ვიცით რაც დაემართათ სირიაში და სხვაგან ჩილეში და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენთან რა გამოსავალს ხედავთ გააძალა რეალ მოქალაქეების ხელში რომ ეს პროცესი დასრულდეს მოქალაქეების სასარგებლოდ მდინარე ქვეყნის გულიდან გამომდინარე აუცილებლად ბიზნა ივანიშვილი და თმახუჭუჭა სიმპათიური პრემიერად წოდებული ტყუილად იმედოვნებენ რომ ეს ადამიანები გაჩერდებიან ელოდნენ ხალხის ზრავს და ტალღას ოკეანე ბელგრადის მოვლენების სხვა ნათლად ჩანს ბუდაპეშტის მოვლენები იქეთ სლოვაკეთშიც ეგეთი ამბებია ამიტომ ეს არ გაჩერდება ისე მარტივად. თუმცა აგარის გასაწევი არ არის ჯერ კიდევ ეს პროტესტი ქართული ოცნებისთვის. აი ნახეთ სადეშლებად ისინი ითვლიან მუდმივად თავს. აი ახლა ხედავენ 30-40 ადამიანია დღეს გუშინ ხვალ გუშინწინ თბილისში გზა ყოველთვის იკეთება რუსთაველი აი როდესაც კრიტიკული მომენტი დადგება როდესაც ქართველი ერი საქართველოს ყველა მოქალაქე აბსოლუტური უმრავლესობა ჩათვლის საჭიროდ რომ დასრულდა ის რაც შეიძლებოდა მშვიდობით ყოფილიყო და ჰქონდა შანსი აი მაშინ მართლა ძალიან სულ მდგომარეობაში აღნიშნება ივანიშვილი და მისთვის სასიკვდილო ამბავი რა არის იცი აი ამ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ იარლებს ვერ კიდებს ამ საზოგადოებას არ არსებობს აი ჩვენ პოლიტიკოსები უხერხულათას მეტნაკლებად ვდგავართ აქ რომ ხო წარმართველი ძალა ისინი არიან და შესაბამისად ამ გულიდან ამოსულ ამ უპრეცედენტო საპროტესტო უწყლეთ ტალღას ვერ შეაჩერებს ვერ შეჩერდება საქართველოში ვერ დაისადგურებს დიქტატურა საქართველოში ვერ ეხელისუფლებს რუსული ხელისუფლება ეგ არის გამორიცხული ჩვენ ეს გავლილი გვაქვს და ვიცით ვიღაც პარტია ახალი მე გახლავთ პარტია ახლების წარმომადგენელი მამკა ქობუაძე მადლობა მამკა დიდი მადლობა გრძელდება ბათუმის საპროტესტო აქცია 111 საღამოს ისევ გამოსულები არიან მოქალაქეები ქუჩაში ძალიან კონკრეტული გზავნილებით რომ ისინი არ დაუშვებენ რუსული დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში და მაშინ როცა ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხია დღის წესრიგში და ეს საკითხი გააქტიურა ბიზნა ივანიშვილმა როცა პირდაპირ მკაფიოდ განაცხადა ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ თავრობამ რომ წყვეტენ ისინი ევროინტეგრაციის პროცესს და თქვენ იცით რომ 2024 წლის 28 ნოემბერს როცა ერეკლი კობახიძემ განაცხადა ამ მოწოდების შესახებ რომ უკვე შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი გახდა საყოველთაო პროტესტის საფუძველი და მას შემდეგ ყოველ დღე ისმის პროტესტის ხმა არა მხოლოდ დიდ ქალაქებში თბილისში ბათუმში და ქუთაისში არამედ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დღეს ისმის პროტესტის ხმა მათ შორის ბათუმში უკვე 111 საღამოა როცა წვიმის მიუხედავად მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში და ამბობენ რომ ისინი არ დაუშვებენ ამ ქვეყნისთვის ევროპული გზის ჩაკეტვას და ამბობენ რომ ისინი არ დაუშვებენ
ირჩევენ ასევე ამ ქვეყანაში ჩვენ მყავდეს სინდისის პარტნიორები, მათ შორის პირველი ქალი პოლიტიკური პარტნიორი მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი, გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი, რომლის არსებითი საქმის განხილვა დღეს დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ და დაიწყო იმ მოსამართლომ, რომელსაც საერთოდ არ აქვს სასამართლოს კვალიფიკაცია. მოდი გავისაუბროთ ამ აქციის სხვა მონაწილეებსაც. გოჩა, მოგესალმებით, შეიძლება ერთი წუთით. რას აჩვენებს თქვენთვის ის ამბავი, რომ მზია ამაღლობელის საქმეს, სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელსაც საერთოდ არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, მას არც უსწავლია სისხლის სამართალი და არც ჩაუბარებია გამოისვა სისხლის სამართალში. მათ დღეს დაადასტურა ძალიან ღიად ეს პირდაპირ სასამართლოს ხდომაზე. ანუ ეს აჩვენებს იმას, რომ სასამართლო კლასთან რეჟიმს არ აინტერესებს არც კომპეტენცია, არც ცოდნა, არც გამოცდილება და მაღალ შენობებში პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება და ნებისმიერს დაავალებენ, რომელიც ასრულებს ამ გადაწყვეტილებას. რავი, თავისი კვალიფიკაცია მის ხელმძღვანელობასთან დაამტკიცა მაგით, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ანუ ებუნობს და რასაც ეუბნებიან ასრულებს. მე ვხედავ ხალბატონ ნინო სახელაშვილს, რომელიც ახლა მოსამართლის როლზე ყავს გამოსებული, უახლოეს პერიოდში სააპელაციოში დაადნაურებენ ზიაზე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, იმიტომ რომ ორჩილება ერთხულება, არაკომპეტენტურობა, მთავარი მოთხოვნებია. ისევ როგორც უვადოდ გამწეს და უკვე მონადის გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, როცა მზია ამაღლობელს პატრონობაში კი, ახლა კონდიციების სახით პატრონობა რომ გამოიყენა, ჯედა მის არგუმენტად რომ მოიტანა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რომელზეც გადაწყვეტილება სასამართლოს არ ჰქონდა მიღებული იმ პერიოდში, მას შემდეგ უადოდ განამტკიცეს და ეხლა ზია საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შემდგომშიც რა თქმა უნდა იგივეც გააგრძელებს და დადებითი მოლოდინი მე პირადად არ მაქვს. ხედავ სააპელაციო სასამართლოში თუ ცვლილებები არ დადგა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაკომპეტენტურობა ხალხასმით, არაკვალიფიციურობა და მონური მორჩილება არის ის კრიტერიუმი, რომელიც რატომ მოგირს დაწინაურების საფუძველია. რატომ მოგირს მას ეს თქვენი აზრით? იმიტომ რომ ის ხო მან ხო იცის რომ ველოდება საფრთხე რომ გაგრძელდება იგივე დასანქცირება ხო ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ის უკვე დაასანქცირებთ და ის თვითონ ყოველ შეიძლება იყოს რომელიმე სხვა ევროპის ქვეყანა. რავი, როცა მოსამართლეს გასანქცირებენ იმის გამო რომ შენ დაარღვიე ადამიანის უფლების დაცვის ნაცვლად. თავარი ანუ დასავლეთის სანქცირება მნიშვნელოვანი ბერკეტია, მაგრამ თავარი სანქცია მოსახლეობა მომაუტანა, რომელიც არის უმრავლესობა და მას მოსამართლეს არც ერთი ნორმალური ადამიანი არ აღიქვამს. ეგა თავარი სანქცია მე ვფიქრობ, მაგრამ როცა ადამიანს ცხოვრებაში ვერ წარმოგედგინა, ანუ შენი კომპეტენციით, ცოდნით, შრომის მოყვარეობით, რა ვიცი, გაკეთებული საქმეებით იმ პოზიციაზე აღმოჩენილიყავი დამსახურებულად, სადაც არის ეხლა, რავი, რა დარჩენია სხვა რომ ეგ მორჩილება არ გააგრძელოს. სწორედ ამ მორჩილების აღმოჩნდა იქ და რო აღარ იქნება როცა ამთავრებ ბიზნეს ინჟინერინგის მაგისტრატურას და შემდეგ ხდები მოსამართლე. კი ბატონო, თავისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე შეხედულებებით, რავი, არა სასამართლოს და მოსამართლის გარდა ყველანაირის შთაბეჭდილებას მეტყობს მე პირადად და მართლა ვერ წარმოედგინა დარწმუნებული ვარ რომ მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდებოდა თან უადოდ და სხვისი ბედის ანუ მომავლის ის გადაწყვეტილების შესახებ შეიძლება ემსჯელა და როცა ასე დაუმსახურებლად მოხდები ეგრეთ წოდებული შინაური ამბებით და მორჩილებით, რა ვიცი, თავიდანვე თან ხდება როგორც ჩანს პირობას დებენ რომ ყველაფერი შევასრულებ აღონ განმაწესებულა. ასეთი ადამიანებისგან სხვა მოლოდინი ფიზიკურად არ არსებობს და არც ლოგიკას ექვემდებარება რომ სხვა რამე გადაწყვეტილებები მიიღოს. და რაც შეეხება სალიხ შაინიძეს, რომელსაც დააჯარიმა დღეს მზია ამაღლობელი 2000 ლარით იმის მიუხედავად რომ მან თქვა რომ გასაგებია რაც ჩანს ამ ვიდეოებში, როცა გრიგოლ-ბესელია აკავის მზია ამაღლობელს, ამიტომ არ გჭირდება ჩვენ გრიგოლ-ბესელიას დაკითხვა თქვა სასამართლოში. თუმცა ამ სიყალბის პრაქტიკული დადასტურების მიუხედავად მან დღეს სამართალ დაბლობად მიიჩნია უკანონო პატიმრობაში მოყოფი მზია ამაღლობელი. ეს რის დემონსტრირება იყო თქვენთვის? მე ვესწრებოდი პროცესს ბოლო მომენტში გამაძევა რეპლიკის გამო და იმ მომენტის შემდეგ არაფერი მნიშვნელოვანი არ ვთქვა, რაც მოვისმინე მთელი ამ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ სასამართლოში მის მიერ გამოხატული დაფიქსირებული პოზიციები, მოსაზრებები, რავი, რეპლიკები და შეფასებები მოლოდინი შექმნა იმისა პირადად ჩემთვის, რომ მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ანუ სხვა მის მიერ წარმოქმნილი სიტყვა და იდგომები სხვა მოლოდინს არ ქმნიდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უმაღლესი კლასის მსახიობია და უმაღლესი კლასის პროფესიონალია და რეჟიმს კიდევ ერთხელ მე ესე უყურებ ის მიღებულ გადაწყვეტილება. რეჟიმს დაანახა მანამდე რომ ესეთი
ანუ მოცემულობა, სადაც ადამიანის ადმინისტრაციული სამართალდაღუება ფიზიკურად არ ფიქსირდება. ვიდეო გადებით ამაზე მეტყველებს, მოწვევების ამაზე მეტყველებს მე პირადადაც როგორც მოსამართლე დარწმუნებული ვარ, რომ ეგ არ მომხდარა და სამართალდაღუების დაფიქსირებას ადგილი არ ქონია, მაგრამ მე ვარ თქვენი ერთგული და როგორც თქვენ და პოლიტიკურ რეჟიმს აწყობს იმ გადაწყვეტილებას ვხებულობ. ანუ კიდევ ერთხელ თავისი მორჩილების და დასტურების აქტი იყო დღეს. გამომდინარე იქიდან, რომ წინა პროცესებზე დახონდა ადამიანი ამ კადრებიდან გამომდინარე არანაირი შეურაცხყოფა მზიამაღლობლის მიერ არ ისმის, არანაირი დაუმორჩილებლობას ადგილი არ ქონია, თვითონ მისი კომენტარები და რეპლიკებია ანუ შიშუხის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს არ ეთანხმებოდა, რომლებიც იმეორებდნენ, რომ გოჩა ვანადემ დააკავა მზიამაღლობელი ადმინისტრაციის წესით და სადაც ეჭრებოდა თქვა, რომ ჩემთვის ნათელია, რომ აქ დაკავების პროცესში მონაწილეობდა ბესელია და დგებულაძე კადრებიდან. და ამის მერე რომ გამოდის და ამბობს, რომ სამართალდაღუება ჩაიდინა და 2000 ლარიანი ანუ სანქცია რაც დააკისრეს მეათე ხარისხოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ ეს 2000 ლარიანი ჯარიმაც მიზანმიმართული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი პატრიოტობაში იმყოფება და 15 დღემდე პატრიოტობას ითვალისწინებდა ეს ადმინისტრაციული სამართალდაღუების მოხდით და რო პატრიოტობა გამოიყენებია თანხმის მომენტში პატრიოტობა ჩაეთვლებოდა, როგორც მე ვიცი და ეს რო არ ჩათმოდა დამატებითი ანუ სასჯელის ზომა განუსაზღვრო ფინანსურადაც 2000 მაქსიმალურად დისკომფორტი შექმნილა და წნექი ამოქმედებულიყო ბოლომდე მზიამაღლობელის. ამით აჩვენა რომ ანუ სალიხ შაინიძის მოანდელი გადაწყვეტილებით სისტემამ რეჟიმმა აჩვენა რომ განახევას არ ვაპირებ მაქსიმალურად ცდილობ ვინ ჩემს წინააღმდეგ რა ვინ ჩემს პოლიტიკას არ ეთანხმება, ვინ ჩემი მომხრე არ არის, ჩემთვის ის ყველა მიუღებელია და ყველაფერს ვუხდები რომ ხერხე ანუ გადავტეხო ეგ პროტესტი გადავტეხო ანუ ჩემი მომხრეების გარდა არავის არ ქონდეს იმის საშუალება ფინანსური რესურსი თავისი პოზიცია დააფიქსიროს, თავისი ცოტა ხანში და ისეთი კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებები აქვს ინიცირებული, რომ რავი ესეთი ლაივ ინტერვიუს საშუალებაც არ გვექნება და შეიძლება ჩვეულებრივ პირდაპირ იღებენ ცენზურას, ხო, მათ შორის ონლაინ მედიაზე და ნებისმიერი განსხვავებული აზრის პლატფორმა, სადაც შეუძლია მოქალაქეს განსხვავებული აზრი პოზიცია დააფიქსიროს. მაგრამ შეიძლება ასეთი ინტერვიუები მართალი ხარ და აღარ შეგვიძლია ჩვენ და ეს გახდეს დასჭერვა და ცვლილებები თუ არ მოხდება და ესენი იქნებიან ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში, რავი ინტერვიუს საშუალებაც არ გვექნება, მაგრამ სოციალში კომენტარის და პოსტის და რეაქციის გამო, ანუ რა ვიცი, გაბრაზების რეაქცია რომ იქნების მე მათ გადაწყვეტილება შეიძლება ამის გამო დაგიბარონ, დაგაჯარიმონ, დაგაკავონ და რა ყველაფერი შეუძლიათ, იმიტომ რომ რეალურად ჩემი აზრით ვარ დიქტატურაში, უბრალოდ საბოლოო გაფორმების პროცესებს გადის ეხლა და მაშინ როგორ შეიძლება დაინახოს ეს პროცესი მოქალაქემ, რა შეიძლება მან გააკეთოს, თუ მას ეუბნებით რომ არ დიქტატურა, მისკენ არავინ არ არის, არც პოლიციელი არ არის, სასამართლოც მის უფლებას არ დაიცავს პირიქით დასჯის ისევე როგორც ამას ივანიშვილი მოითხოვს, მაშინ რის იმედად შეიძლება გამოვიდეს ის ქუჩაში თქვა და იბრძოლოს საკუთარი ქვეყნის ან საკუთარი თავის დასაცავად, იმიტომ რომ ეს შეიძლება ხედავდეს იმ საფრთხეს, რის წინაშე ზარია ხა მთელი ქვეყანა და მას შეიძლება ეს არ სურდეს, მაგრამ რა რეალური საშუალება რჩება მას იმისთვის რომ იბრძოლოს. ანუ ძალა არის ხალხში, ხალხის რაოდენობაში, ბევრ პროტესტანტში და ეს როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც აჩვენებს და როცა ანუ ბევრი ქუჩაში იქნება ბევრი მოქალაქე, სწორი მოთხოვნებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია და რავი, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენი მოთხოვნები არის არაობიექტური და უსამართლო. ბევრი ადამიანი როცა იქნება უკან დაიხევს რეჟიმი და იმ საკანონმდებლო ინიციატივებზეც უარს იტყვის, რაც ანუ დაინიცირებული აქვს უკვე და რაც მიღებული აქვს იმ კანონებთან შეცვლის, რადგანაც ძალა არის ხალხში და რავი, ბევრი უნდა ვიყოთ და სანამ ჯერ კიდევ არის იმის რომ ფინანსური სანქციის პირობებში გავაპროტესტოთ, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, ვიბრძოლოთ ცვლილებებისთვის, ეს უნდა გამოვიყენოთ, თორემ ძალიან მინიმალური დროა ჩემი აზრით დარჩენილი იმისათვის, რომ აღნიშნული ბერკეტის ბრძოლის ეს ანუ პლატფორმაც არ გქონდეს და რავი, მე მართლა შეუძლებელი იქნება ბრძოლა პრაქტიკულად. შეუძლებელი ბრძოლა კი არა, ბრძოლის შესახებ საუბარით და გაფიქრებაც გაშადი იქნება პირადად ჩემი ბოლომდე. ნიხილის არცესა არც მეშინია, ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას და ბოლომდე ვაპირებ ცვლილებების გომას. ჩემ ხელს არსებული ჩემი ყველა რესურსი, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და ასევე მინდა მოვუწოდო ყველას, რომ გამოდით, ვიბრძოლოთ. სიმართლე არის ჩვენ მხარეს და ერთადერთი
რაც ჭიდება ამ პროცესს გამარჯვებისთვის არის ბევრი ადამიანი, ბევრი ხალხი ქუჩაში და იმ ბრაში გადათარგმნა იმ დამოკიდებულებების და პოზიციები, რომელიც ხალხის უმრავლესობაში არსებობს და მართლა ვართ უმრავლესობა ჩვენ უბრალოდ ბევრი აქტიურად არ გამოხატავს ამ პოზიციას, მადლობა ბევრი აქტიურად არ გამოხატავს ამ პოზიციას, ბევრი ერიდება რაღაც პოზიციების დაფიქსირებას, მაგრამ ჯერ კიდევ არის რომ ეს პოზიციები დაფიქსირდეს და ცვლილებები უზრუნველყოს ამ ქვეყანაში, თორემ გადავიჭრებით სკოლში და მე მართლა ძალიან მიღალი იქნება და როცა ეთქვიან თავისი შვილები და შვილიშვილები ამ დროს სად იყავდა და საკეთებდიო, გულწრფელად და წელგამართულმა და მართალმა ადამიანმა უნდა უთხრას, რომ ამ პერიოდში იბრძოდა და მაქსიმალურს აკეთებდა თავისი ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ნორმალური მოვლენისთვის და არ უნდა იყოს სამართლო მდგომარეობაში და არ უნდა მოუწიოს იმ ყუილების მოგონება და საკუთარი თავის და თავისი პოზიციების არ დაფიქსირების გამართლება თავისი მოვალეობისთვის, რომელიც იმსახურებს უკეთეს საქართველოს ვიდრე თითოეული ჩვენგანი ამ ქვეყანაში. მადლობა, ეს გოჩა ბჟავანაძე იყო, საერთაშორისო გამჭვირვალობის საქართველოს ანალიტიკოსი და პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. განსხვავებით ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს არის ბათუმის საპროტესტო აქცია 111 სააღამო, როცა მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით, პირველ რიგში მათი მთავარი მოთხოვნაა თავისუფლება სინდისის პატიმრებს. მოგესალმებით თქვენ ბოდიში რო გაწყვეტილებ, შეგიძლიათ რომ გაგვესაუბროთ? თქვენ არ გითხარით? კარგი, თქვენ გითხარით, როგორია ამ გადასახედიდან თქვენი მოლოდინები, როცა უკვე 111 დღეა გრძელდება ეს საპროტესტო აქცია, ივანიშვილი კი ამკაცრებს ამ რეპრესიული მანქანის პირობებს და პოლნერ პირობას ქმნის, რომ ჩაახშოს პროტესტი ქვეყანაში. რა გამოსავალი რჩება ამ წინააღმდეგობას? როგორ ხედავთ ამ წინააღმდეგობის განვითარებას? მოგესალმებით. ჩემი აზრით, გამოსავალი ისევ და ისევ არის ხალხში, რაც არ უნდა ველოდოთ რაღაცა სხვა ძალების დახმარებას შეგვიძლია. მაინც ხალხში, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთ სიტუაციაში მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი ისე აგრძელოს ცხოვრებას, თითქოს ამ ქვეყანაში არაფერი არ არის. მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი შეგუება ისე ჩვენ თავშია ხალხში, ამის გააზრებაში არ მინდა ვიღაცას რაღაცა დამრიგებულ ტონით ვესაუბრო, უბრალოდ ჩემი აზრია, იმიტომ რომ ეს უკანონობა, ეს რეპრესიები, ქვეყნის ესეთი იზოლაცია, ცივილიზაციისგან რაც აუცილებლად მოიტანს ცუდ შედეგებს, აუცილებლად თქვენს გამოვლენებს აქვს, ხოლმე მე მახსოვს ის მართლაც რთული პერიოდი, როგორ ვიყავით იზოლირებული ქვეყანაში და რა ცხოვრება გამოვიარეთ და აუცილებლად მიგვიყვანს იგივე რელსებზე და იმისათვის რომ ეს არ მოხდეს, ამიტომ ყველა უნდა გამოფხიზდეს. ნუ რა ვიცი, მეგონებათ, რომ ეს რეპრესიული კანონები მხოლოდ აქტივისტებს გვეხება, მხოლოდ პოლიტიკურ წევრებს ეხება, არა, ნებისმიერ შეეხება, მათ შორის იმათაც, ვინც დღეს რეჟიმს ემსახურება და არის რეჟიმის სახურებაში. პირველ რიგში მათაც იციან, რომ ეს კანონი მათაც შეეხება და აუცილებლად ეს რეჟიმის სისტემა. აქციად გვესმის მოქალაქეებისგან, რა შეიძლება შეიცვალოს ამ საპროტესტო აქციებით? რა შემიძლია მე ვინ დამეკითხება, ჩემსაც ვინ მოისმენს, რა საფიდრე გრძელდება თქვენ ეს საპროტესტო აქციები და მაინც არაფერი არ იცვლება ამით. რა შეგვიძლია თქვენ მოქალაქეებს ვინც ხედავთ საფრთხეს ქვეყანაში, რომ კატასტროფაა ქვეყნის ევროპული გზის ჩაკეტვა, მაგრამ ვერ ხედავ საშუალებას თუ რამე შეიძლება მოიტანოს ცვლილებები ამ ქვეყანაში. თუ რა შეგვიძლია უთხრათ ამ მოქალაქეებს? პირველ რიგში ყველა უნდა გავაცნობიოთ, რომ ხელისუფლება არის ხალხის სახური. იდეა და პრინციპი არის ასე აგებული ჩვენ ამ ხელისუფლებას ჩინოვნიკებს ქირაობთ ჩვენი გადასახადებით და მათ ვავალებთ რომ აღას უნდა ჩვენი ნება-სურვილი. შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქის პოზიცია არის გადამწყვეტი და ესე არ უნდა მიიღოს საკითხი, რომ ჩემ ერთმას რა აზრი აქვს, ჩემ ერთ პოზიციას რა აზრი აქვს. არა, პირიქით, ზუსტად ეს ინდივიდუალურად ადამიანები იქნიან ერთობლივად, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ძალა. რაც უფრო მეტი ადამიანი აიმაღლებს მას უსამართლობის წინააღმდეგ და მეტი ადამიანი გამოხატავს აქტიურად პროტესტს, აუცილებლად მოიტანს შედეგს. ეს დღევანდელი რეჟიმი სწორედ ამაზე დგას, რომ ადამიანების დიდ ნაწილში, ასე ვთქვათ, ნიჰილიზმი არის გათესილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა. დუმილზე დგას ამ ადამიანების დუმილზე და უმოქმედობაზე დგას ეს. მაგაზია საუბარი, რომ ბევრი თვითონ აზრი არ აქვს და რა აზრი აქვს ახლა თუ გამვალ აქციაზე, კი მესმის მათიც, რომ ეს ერთ დღეში არაფერი არ შეიძლება და მაგრამ არც იმის ზარეცეპტი არსებობს, რომ რა უნდა ვქნათ, რომ ხვალ უკეთესი ქვეყანა მივიღოთ. არასდროს ამის რეცეპტი, ამიტომ ეს არის ჩვენი ბრძოლის მეთოდი, რომ უნდა გავაგრძელოთ პროტესტი და უნდა შემოგვიერთდეთ ეს პასიური მოქალაქეები.
სუტონში არ ვამაყობთ უბრალოდ გვაქვს ამის რესურსი რომ ყველამ გაითავისოს საკუთარი როლი ქვეყნის სამსახურისათვის. თუ გვინდა უკეთესი ქვეყანა და გვინდა სამართალი, აუცილებლად უნდა გააქტიურდეს საზოგადოების ყველა ფერი. ჩემი აზრით ეს არის გამოსავლის და მიმავალი გზა. მადლობა, თქვენი სახელი შემოგხსენეთ? გიორგი გვარი? ქამადაძე. გიორგი ქამადაძე, მადლობა გიორგი. მოგესალმებით, თქვენ რა შეგიძლიათ რომ გითხრათ? თქვენ? კარგი. ეს 111 საღამოა ბათუმში, როცა გრძელდება საპროტესტო აქცია, მოქალაქეები წვიმის მიუხედავად ისევ დგანან ქუჩაში და მართავენ საპროტესტო აქციას. მათი გზავნილი არის ძალიან მკაფიო, რომ ისინი არაპირებენ გაჩერებას და წინამდებობის შეწყვეტას, მაშინ როცა არსებობს პირდაპირ საფრთხე ამ ქვეყანაში, რომ დამყარდეს რუსული დიქტატურა და მაშინ როცა აქტიურად ცდილობს ამას ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი, რომ მათ შორის ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი იდგეს დღის წესრიგში და მართლაც შეექმნეს საფრთხე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. როდესაც მოქალაქეები მიიჩნევენ და მათი სათქმელი არის ძალიან მკაფიო, რომ პირიქით ეხლა ეს წინამორბედი გაძლიერდეს და უფრო მეტი ძალა მოიკრიბოს, რომ არ მიეცეს შესაძლებლობა რუსულ დიქტატურას დამყარდეს ამ ქვეყანაში. წვიმის მიუხედავად მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში, ეს 111 საღამოა, როცა მოქალაქეები უწყლოდ რეჟიმში გამოხატავენ პროტესტს. ბათუმში კონგრესპირულ წვიმაშიც და ძირითადად კი იმართებოდა საპროტესტო აქციები, ისევ ამ ადგილას ის არის ტრადიციული შეკრების ადგილი, საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც უწყლოდ რეჟიმში 111 საღამოა გრძელდება საპროტესტო აქციები. Identity politics divided our ways. გოდიში მარიამ შეიძლება რამდენი ვიცით? მარიამ ქაჯაია, მოდი მოვისმენთ მარიამ ქაჯაიას, ბათუმის საპროტესტო აქციების ერთ აქტიურ მონაწილეს. მაგრამ დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი მზიამაღლობელი საქმეზე. ის მიიჩნია სამართალ დამღებად მოსამართლომ იმის მიუხედავად, რომ მან პრაქტიკულად დაადასტურა სიყალბე მზიამაღლობელი საქმეში, როცა თქვა, რომ არ უჭირდება გრიგოლ-ბესელიას დაკითხვა, ან ირაკლი დგებუაძის, ან პოლიციის მაღალი ჩინოსნების დაკითხვა, იმიტომ რომ მე ვხედავ კარგად, რაც ჩანს ვიდეოში და ვიდეოში რაც ჩანს, იგივე არ წერია უბრალოდ, სხვა რამ წერია, ანუ ჩანს რომ გაყალბებულია. ამის მიუხედავად უკანონო პატიმრობაში ყოფილი მზიამაღლობელი მოსამართლომ სამართალ დამღებად მიიჩნია და დააჯარიმა. რის დემონსტრირება იყო ეს თქვენთვის? რომ აღარ მნიშვნელობს კანონი, აღარ მნიშვნელობს სამართალი და ისინი მოქმედებენ პოლიტიკური დაკვეთით. არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს მტკიცებულებები, არ აქვს მნიშვნელობა რას ყვებიან მოწმეები, მათ უნდათ მზია სადემონსტრაციო დასაჯონ, ასე დაგვაშინონ და გავკნახონ მორალურად და უნდათ რომ ტერორში ვიყოთ, რომ და წამდეს იმის, რომ ყველას გაგვისწორდებიან, ამიტომ უნდა გავჩუნდეთ. ეს არის მათი мотиваცია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ვლაპარაკობდით, რომ ყოველ ჯერზე, ხო ვიცით, მოლოდინი არ გვაქვს მაღალი და დადებითი, მაგრამ ყველა ჯერზე ჩვენთვის არის თითქოს არ ველოდით, ისეთი გაოგნებულები ვართ ამ უსამართლობით და მე ასე ვუთხარი მეგობარს, რომ ეს ხდება იმიტომ, რომ ყველა ჯერზე ამ დარტყმას ხელახლა ვიღებ, თითქოს ლოგიკური არ არის მათი მხრიდან ამდევნის გაგრძელება, რომ ჩვენ გვწამს ბოლომდე სამართლიანობის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის გადამწყვეტი ჩემი აზრით, რომ არ ვუღალატებთ სამართლიანობას და არ დავიჯერებთ, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას წყალი გადაეწურა. ხო. და რაც ეხება სისხლის სამართლის საქმეს, მზიამაღლობელი სისხლის საქმეს განიხილავს მოსამართლე, ვისაც არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, მას არ უსწავლია სისხლის სამართალი, თუნდაც დაადასტურა დღეს ღია ცხრომაზე, რაც მანამდე ჩანდა მისი ბიოგრაფიით, ასევე ჩვენ ამის შესახებ წერთ ვიდეოც. ეს რას ნიშნავს თქვენთვის? ერთი იმავე უსამართლობაზე მეტყველებს, ანუ ადამიანს, რომელსაც აქამდე არც კი განუხილავს სისხლის სამართლის საქმეები, არ უსწავლია სისხლის სამართალი, არ
შეიძლება უნივერსიტეტს მიღმა ესწავლა, ხო? მაგრამ ჩაებარებინა გამოცდა. ესეც არ გაუკეთებია, მას აქვს ტექნიკური ფაკულტეტი დამთავრებული. ბიზნეს ინჟინერინგი აქვს დამთავრებული მაგისტრატურა ტექნიკურ უნივერსიტეტში. და სადღაც ალბათ ეს ბიზნეს ინჟინერინგის კურსზე რაღაცა სამართლის შემხებლობაში მყოფისაგანი გაიარა, შემდგომ ამისა ადმინისტრაციული კვალიფიკაცია შეიძინა და ისწავლა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ხო? და მაგრამ სისხლის სამართალში გამოცდა არ ჩაუბარებია. არც გამოცდა ჩაუბარებია, არც კვალიფიკაცია არ აქვს. და უნდა მიიღოს განაჩენი მზიამაღლებელი საქმე, შეიძლება გაუშვოს სასამართლოში მოყვანა და ახლა ამ თვეში, მარტის თვეში დაინიშნა ის უვადოდ, მას შემდეგ რაც დაიწყო მზიას მიმართ ადამიანის უფლებების შელახვა და შეატყეს ეთყობა, რომ ამ ადამიანს კარგად გამოიყენებენ, ის ადამიანი ვალში არის მის დამნიშნავ და სკამზე მომსმელ ძალასთან, იმიტომ რომ კვალიფიკაცია არ გაჩნია, მორალი არ გაჩნია, სამართლიანობის პრინციპებს არ აღიარებს და ახლა თავს უხრის და ასრულებს პირდაპირ რეჟიმის დაკვეთებს. ეს ერთი და მეორე ამბავი ის არის, რომ სისხლის სამართლის კოდექსშიც ნიშნავს იმას, რომ გვაქვს ძალიან დიდი დარღვევა ასეთ ადამიანებს სისტემას, რომ აძლევს საშუალებას ასე ხელიყოს და გაითელოს ფეხქვეშ ფუნდამენტური უფლება მართლმსაჯულების და სამართლიანი მართლმსაჯულების. ეს გვექნება მოსაგვარებელი სასწრაფოდ, როგორც კი რაღაც დავუბრუნდებით ნორმალურ რეჟიმს და დავიწყებთ როგორ დავუბრუნდებით ამ ქვეყნის განვითარებას და ნორმალურ რეჟიმს, როგორ ხედავთ თქვენ ამის პირობას, რა საშუალება და სივრცე რჩება დღეს, ან ბერკეტი რჩება დღეს მოქალაქეების ხელში ამისთვის, რა შეგიძლიათ უთხრათ მოქალაქეებს? მოქალაქეების ხელში მიუხედავად იმისა, რომ რესურსები დიდი არ გვაქვს, იმდენი რამდენიც აქვს რეჟიმს, ხო, მათ აქვს შეიარაღება, ყავთ პოლიციური ძალები, ყავთ პროპაგანდის უზარმაზარი მანქანები და ქარხანები, ჩვენ გვაქვს სიმართლე და ჩვენ გვყავს ერთმანეთი, რიგითი ადამიანები, ჩვენნაირი ადამიანები, რომლებსაც უნდა ველაპარაკოთ, რომელთა გასაჭირიც გავიგოთ, შევაკავშიროთ ჩვენი საჭიროებები, ჩვენი მდგომარეობები და ვაქციოთ საერთო პოლიტიკურ მოთხოვნად და ხედვად. მე ასე მგონია, რომ ეს არის გამოსავალი. სხვა სიმართლე გითხრათ, სასწავლი თუ არ მოხდა, სხვა აღარაფრის აღარ მჯერა, იმიტომ რომ მთელი ძალაუფლება, რესურსები სხვა მხრივ კონცენტრირებულია რეჟიმის ხელში. მადლობა, ეს მარიამ ქაჯაია იყო, მოქალაქე, აქტივისტი, მას უსმენთ თქვენ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ეს ბათუმის საპროტესტო აქცია 111 საღამო, როცა მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში და ისევ ითხოვენ სინდისის პატიმრების რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, ასევე უცვლელი მოთხოვნა ხელახლა ამ არჩევნების ჩატარება. თქვენ იცით, რომ ეს საპროტესტო აქციები გახდა საყოველთაო და მასშტაბური, იმართება ყოველ საღამოს, მათ შორის ბათუმში ყოველ დღე იკრიბებიან საღამოს 7 საათიდან მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან 28 ნოემბრიდან 2024 წლის 28 ნოემბრიდან, როცა ერეკლი კობახიძე მოუწოდების პრემიერმა თქვა, რომ ის წყვეტს ევროინტეგრაციის პროცესს და ავადებს ამ პროცესს 2028 წლამდე. ეს გახდა თქვენ იცით საყოველთაო პროტესტის მიზეზი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მას შემდეგ მოქალაქეები ამბობენ, რომ აღარ არის გაჩერების დრო, მაშინ როცა ჩვენ კარგავთ პრაქტიკულად ქვეყანას და ქართული ოცნება ამ ქვეყანას პრაქტიკულად აძლევს, პრაქტიკულად უთმობს რუსულ გავლენას, რადგანაც იზოლაციაში მოქცეული ქვეყანა, მეგობრების და პარტნიორების გარეშე დარჩენილი ქვეყანა, მაშინ როცა პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს ჩვენს პარტნიორებს, ევროპელ პარტნიორებს, ძალიან მარტივი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს აგრესორი რუსეთის მეზობლად, აგრესორი რუსეთის პირისპირ. ამიტომ მოქალაქეები სათქმენ დღეს და მთელი ამ დღეების განმავლობაში 111 დღე არის ძალიან მკაფიო, რომ ისინი არაპირებენ ამ ბრძოლის შეჩერებას და წინააღმდეგობის გაჩერებას, მაშინ როცა ამ სახის, ანუ ქვეყნის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ დღეს თითოეული მოქალაქე. მე შეგახსენებთ, რომ დღეს მზია ამაღლობელის სინდისის ერთ-ერთი პატიმრის სასამართლო პროცესი გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ის პირველი ქალი პატიმარია საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
და საინტერესოა ის გარემოება, რომ როცა მზიამაღლობელი ამდროინდელი რჩება უკანონო პატიმრობაში გაყალბებული ოქმის საფუძველზე, სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საქმეზე, ანუ ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე, მზიამაღლობელი დააკავეს 11 იანვარს ორჯერ, ის დააკავეს ჯერ გაყალბებული ოქმით ადმინისტრაციული წესით, სტიკერის გაკვრის საქმეზე, ხოლო შემდეგ დააკავეს სისხლის სამართლის წესით, პოლიციაზე თავდასხმის მუხლით. გაყალბებული ოქმის მიუხედავად დღეს მოსამართლე სალიხ შაინიძე მზიამაღლობელი მიიჩნია სამართალ დამრღვევად და ის 2000 ლარი დააჯარიმა. იმის მიუხედავად, რომ წინა სხდობაზე 13 მარტის სხდომაზე პრაქტიკულად ამ მოსამართლემ დაადასტურა სიხალბე ამ საქმეში, მაშინ როცა თქვა, რომ მას არ ჭირდება გრიგოლ ბესელიას და ირაკლი გებოაძის ან ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნების დაკითხვა, რადგანაც მისთვის ძალიან ნათელია, რაც ჩანს ამ ვიდეოებში, რომელიც წარმოადგენს ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე. ვიდეოში კი ჩანს, რომ მზიამაღლებელს აკავებს გრიგოლ ბესელი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და არა გოჩავანაძე, როგორც ეს წერია გაყალბებულ ოქმში. გოჩავანაძე მისცა კიდევაც ჩვენება ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ასევე გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზიამაღლებელი დააკავეს არა სტიკერის გაკვრის გამო 150 მუხლის საფუძველზე, როგორც ეს ჩანს ასევე გადაღებულ ვიდეო კადრებში. იქ ასევე ისმის ირაკლი გებოაძის ბათუმის პოლიციის უფროსის ხმა, რომ მზიამაღლებას აკავებენ სტიკერის გაკვრის გამო, თუმცა ამ მუხლით არც მზიამაღლობელის არც რომელიმე სხვა პირის დაკავების უფლება პოლიციას არ ჰქონდა. თუმცა ამის მიუხედავად სალიხ შაინიძემ უკანონო პატიმრობაში მყოფი მზიამაღლებელი პირიქით დაცვის ნაცვლად მიიჩნია სამართალ დამრღვევად და ის დააჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. დღეს ასევე დაიწყო მზიამაღლობელი სისხლის სამართლის საქმის განხილვა, საუბარია პოლიციაზე თავდასხმის საქმეზე. ამ საქმეზეა მზია სწორედ პატიმრობაში, მას შეუპარდა პატიმრობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2024 წლის 14 იანვარს და სწორედ ამის გამო, რომ ჟურნალისტის უფლებები იქნა დარღვეული და საუბარია ადამიანის ჟურნალისტის დევნაზე და კრიტიკულ მედიაზე თავდასხმაზე, ესტონეთმა დაასანქცია უკვე მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ საქმის პროკურორთან და დაზარალებულად ცნობილ პოლიციელთან ირაკლი გებოაძესთან ერთად. სწორედ დასანქცირებული მოსამართლემ დაიწყო დღეს მზიამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა. დღეს პირველი სხდომა ჩატარდა ამ საქმეზე, მოусმინეს პროკურორის შესავალ სიტყვას და დაცვის მხარემ მოითხოვა თავად მოსამართლის აცილება, რადგანაც ის არის დასანქცირებული უშუალოდ მზიამაღლობელის საქმის გამო. ასევე კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც ადვოკატებმა მოითხოვეს მოსამართლე ნინო სახელაშვილის აცილება არის ის, რომ ნინო სახელაშვილს არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, მას არც უსწავლია და არც ჩაუბარებია სისხლის სამართლის გამოცდა, ისე გახდა ამ სისხლის სამართლის განხილველი მოსამართლე. და კიდევ ერთი გარემოება, გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული ამ დრომდე ნინო სახელაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 3 წლიანი ვადით 2022 წელს გაამწესეს ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ხოლო მას შემდეგ რაც მან მზიამაღლობელს შეუფარდა პატიმრობა, აკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი და მძიმე ფორმა, ამის შემდეგ მოსამართლე ნინო სახელაშვილი უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეა. თუმცა აცილებაზე უარი თქვა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, მან ასევე ღია დაადასტურა დღევანდელ სხდომაზე, რომ მას ნამდვილად არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია და გამოცდა სისხლის სამართალში ნამდვილად არ ჩაუბარებია. თუმცა ის განიხილავს ახლა მზიამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს და განაჩენსაც სწორედ ის მიიღებს მზიამაღლობელის საქმეზე. მზიამაღლობელს ბრალის დადასტურების შემთხვევაში ელოდება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აკოთა. წარმოიდგინეთ, ასეთ საქმეს, სისხლის სამართლის ასეთ საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელსაც არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია. ასეთია დღევანდელი დღე და საღამო ბათუმში, ბათუმის საპროტესტო აქციაზე 111 საღამო, როცა მოქალაქეები ისევ გამოვიდნენ ქუჩაში წვიმის მიუხედავად, თუმცა ეს არ უკვირს ამ საპროტესტო აქციაზე წინააღმდეგობას ბათუმში კოკისპირულ წვიმაშიც და ძლიერ თოვაშიც კი იმართება საპროტესტო აქციები. გასვენდები და ხომ უნდა დაგახურა. მადლობა, მაგრამ ვასრულებ უკვე. დიდი მადლობა. ასეთი იყო დღევანდელი საღამო ბათუმში. ეს თუმცა ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან ეთგაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.